მოგესალმებით მესტიიდან. დღეს არის 2026 წლის 2 ივნისი. ახლა მე მინდა ვილაპარაკო გუშინ ბატონ მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან ილაპარაკა მესტიის რაიონში ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებით. ელექტროენერგიის დიდი რაოდენობით მოხმარებასთან დაკავშირებით. მაგრამ სანამ აღნიშნულ საკითხზე და აღნიშნული საკითხიდან გამომდინარე საკითხებზე გადავიდოდე დეტალურად სასაუბროდ, მოგიწოდებთ იმათ, ვისაც აქ ამ აკაუნტზე, ვისაც ამ პლატფორმაზე, ამ აკაუნტზე ჩემი აქტიურობა საინტერესოდ და საზოგადოებისთვის სასარგებლოდ მიგაჩნიათ, რომ გამოიწეროთ, ანუ დააფოლოოთ ეს აკაუნტი, დასვათ მოწონებები, ანუ ლაიქები და გააზიაროთ იმ მიზნით, რომ უფრო მეტად პირადად თქვენ და უფრო მეტ ადამიანს რომ გქონდეთ უფრო მეტი წვდომა ამ აკაუნტზე არსებულ მასალასთან. ამ აკაუნტზე არსებულ მასალაზე. როგორც მოგეხსენებათ, ბატონმა მამუკა მდინარაძემ გუშინ გააკეთა განცხადება მესტიის რაიონში დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებით. კერძოდ მან თქვა, რომ 2025 წელს მესტიის რაიონში მოხმარებული იქნა 133 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია და მან თქვა, რომ იგივე კატეგორიის რაიონები თქვა სიტყვით არ მინდა რომ შემეშოს რომ ტერმინი გამოიყენა, ალბათ იგულისხმა იგივე რაოდენობის მოსახლეობის რაიონები ელექტროენერგიის მომარაგება არ აღემატება 10 მილიონ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას წელიწადშიო. ანუ ამ ლოგიკით გამოდის, რომ ბატონი მამუკა მდინარაძემ რას თქვა, ამ ლოგიკით გამოდის, რომ ერთ სულ მოსახლეზე, ესე იგი მესტიის რაიონმა 2025 წელს დახარჯაო დაახლოებით 13-ჯერ მეტი ელექტროენერგიაო. ახლა მე მინდა დეტალებში გელაპარაკოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. ოფიციალური მონაცემებით 2025 წელს საქართველოში დახარჯული იქნა 14 მილიარდ ნახევარი კილოვატ-საათი ელექტროენერგია. 14 აქედან დაახლოებით 2.5 მილიარდი კილოვატ-საათი ელექტროენერგია დახარჯული იქნა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე. ხოლო თუ იმას გამოვაკლებთ საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს მიერ კონტროლებადი ტერიტორიებია, 2025 წელს ოფიციალური მონაცემებით დახარჯული იქნა დაახლოებით 12 მილიარდი კილოვატ-საათი ელექტროენერგია. ხოლო მესტიის რაიონში, როგორც ვთქვით, 133 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია. ახლა მე მინდა თქვენ მოგახსენოთ, რომ მესტიის რაიონის მოსახლეობა და იმ რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, ცხინვალის რეგიონი პირდაპირ რუსეთიდან მარაგდებაო ელექტროენერგიით, ანუ იმაში ეს ხარჯები, ეს ციფრები არ შედისო. როდესაც გავეცანი ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს. ახლა რაც შეეხება მესტიის რაიონის მოსახლეობა არის დაახლოებით 12,000 ადამიანი. ხოლო საქართველოს მოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, ანუ ის ტერიტორია, რომელიც კონტროლდება საქართველოს მიერ, არის დაახლოებით 3,600,000, 3,700,000. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთლიანი მოსახლეობა, საქართველოს მიერ კონტროლებადი ტერიტორიის მოსახლეობა, ანუ ოკუპირებული ტერიტორიების გარდა არის დაახლოებით 300-ჯერ უფრო მეტი ვიდრე მესტიის რაიონის მოსახლეობა. შეხედეთ, 300-ჯერ უფრო მეტი. ანუ 12 მილიარდი კილოვატ-საათი ელექტროენერგია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს გარდა მოიხმარა, 300-ზე რო გავყოთ, ამ შემთხვევაში გამოდის 40 მილიონი კილოვატ-საათი და არა 10 მილიონი. ახლა დავიწყოთ. ანუ ამ შემთხვევაში სხვაობა გამოდის არა 13-ჯერ, არამედ 3-ზე ცოტათი მეტჯერ, მაგრამ ჯერ ახლა შეხედეთ. ეს მხოლოდ ნაწილია. ახლა მე მინდა უფრო დეტალებში ჩაგახედოთ. ისინი ვინც ნაკლებად ერკვევით ამ დეტალებში. დავიწყოთ. 1. აგერ არის საქართველოს ტერიტორია. საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულ ტერიტორიებს გარდა, ანუ 12 მილიარდი კილოვატ-საათი ენერგია სადაც იქნა მოხმარებული, არის დაახლოებით 57,000 კვადრატული კილომეტრი. ხოლო მესტიის რაიონის ტერიტორია არის დაახლოებით 3,000 კვადრატული კილომეტრი. ანუ მესტიის რაიონის ტერიტორია არის დაახლოებით 19-ჯერ უფრო პატარა, ვიდრე საქართველოს
ტერიტორია ოკუპირებულ ტერიტორიებს გარდა, ანუ იმ ტერიტორიისა, სადაც მოხმარებული იქნა 12 მილიარდი კილოვატ-საათი ელექტროენერგია. ხოლო, ესე იგი შეხედეთ, დაახლოებით 20 ჯერ ნაკლებია ტერიტორია, ხოლო მოსახლეობა 300 ჯერ ნაკლებია. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ საშუალო სიმჭიდროვე მესტიის რაიონში გაცილებით უფრო ნაკლებია, დაახლოებით ესე იგი თუ 300 ჯერ ნაკლები მოსახლეობაა და დაახლოებით 14 ჯერ ნაკლები სიმჭიდროვე გამოდის, ვიდრე საშუალოდ საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა ჩვენ გადავიდეთ ფიზიკაში, ზოგადად რაც უფრო ხალვათად არის ელექტროენერგიაში და ფიზიკაში ზოგადად არსებობს ასეთი ტერმინი, რასაც ქვია ქსელური დანაკარგები. ანუ ელექტროენერგიის ნაწილი იკარგება გზაში, ანუ სადენებში, ტრანსფორმატორებში და ასე შემდეგ. ახლა შეხედეთ, მოგიწოდებთ, რომ ყურადღებით დააკვირდეთ ყველა ამ დეტალს. რაც უფრო ხალვათია დასახლება და მით მეტია პროცენტულად ელექტროენერგიის ქსელური დანაკარგები და რაც უფრო მჭიდრო დასახლებაა, მით მეტი. დაახლოებით 5%-ია ლაპარაკი ქსელურ დანაკარგებზე თბილისში, დაახლოებით 7%-ია ლაპარაკი საქართველოს მასშტაბით და დაახლოებით 15%-ია ლაპარაკი ქსელურ დანაკარგებზე მესტიის რაიონში. ახლა ამას რატო ამბობ? ანუ ეს 130 მილიონი, 113 მილიონი კილოვატი, რაც მესტიის რაიონმა მოიხმარა, ჩამოვიყვანოთ ქსელური დანაკარგების დიდი ტერიტორიაზე განფენობიდან გამომდინარე 15 მილიონ დაახლოებით 15 მილიონ კილოვატ-საათამდე. 15 მილიონი კილოვატ-საათი. ახლა შეხედეთ. ანუ 13-ის მაგიოდ ახლა მივიღეთ სამჯერადი სხვაობა. მაგრამ ეს არ არის ჯერ კიდევ. ახლა შეხედეთ. ფიზიკაში არის ასეთი რაღაცა. მაგალითად რაც უფრო დაბალია ძაბვა დენის, ანუ რაც უფრო ცუდი ხარისხის დენია, მით უფრო მეტია დენის დანახარჯი იმავე ენერგიის მისაღებად. გასაგებენაზე რო გითხრათ, მაგალითად 220 ვოლტ ძაბვაზე 1 კილოვატიანი გათბობის მაგალითად ბატარეა, ელექტრობატარეა მეტ სითბოს იძლევა, ვიდრე 120 ვოლტიან ძაბვაზე 2 კილოვატიანი გათბობის ბატარეა, ელექტრობატარეა. ანუ როდესაც ძაბვა უფრო დაბალია, ელექტროენერგიის მარგი ქმედების კოეფიციენტი იკლებს და იგივე ენერგიის მისაღებად მეტი ელექტროდენი იხარჯება. გამომდინარე იქიდან, რომ ვინაიდან აქ დენი უფასოა, აქ საქართველოს დანარჩენი რეგიონებისგან განსხვავებით უმეტეს შემთხვევაში არის გაცილებით უფრო დაბალი ძაბვა, ვინაიდან ნაკლები ყურადღება არის აქაური, ვინაიდან რახან უფასოა, ნაკლები ყურადღება არის აქაური ელექტროსისტემის როგორც ქსელების, ასე ზოგადად ძაბვის და სხვა მიმართულებით, საშუალოდ მესტიის რაიონში არის გაცილებით უფრო ცუდი ძაბვა მით უმეტეს ზამთარში, როდესაც განსაკუთრებით დენი იხარჯება, ვიდრე საშუალოდ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებზე, რა თქმა უნდა, ოკუპირებულ ტერიტორიებს არ გულისხმობ. ანუ მაგალითად ხშირად არის რომ აქ ზამთარში 170 ვოლტია, 160 ვოლტია, 180 ვოლტია, ნაცვლად 220-ისა. ესეც ზრდის დანახარჯებს. ახლა შეხედეთ, ამ შემთხვევაში ეს 125, ჩამოუწიოთ დაახლოებით 120 მილიონამდე. გამომდინარე იქიდან, რომ ცუდი ძაბვის გამო, რომელიც ჩვენი ბრალით არ არის, მეტი ენერგია იხარჯება. ახლა შეხედეთ, ეს კიდე ყველაფერი არ არის. მესტიის რაიონში საშუალოდ გაცილებით უფრო სიცივეა, ვიდრე საშუალოდ საქართველოში. მაგალითად, კარგამინდში, იანვარში, ბათუმში გამთენიისას, როდესაც მთელ საქართველოში წამოწმენდილია, თუ არის ბათუმში მაგალითად 0 გრადუსი ტემპერატურა, ამ დროს ქუთაისში შეიძლება იყოს -2 გრადუსი. ხოლო ამ დროს თბილისში შეიძლება იყოს -5 გრადუსი. ხოლო ამ დროს, ანუ ბათუმის ცენტრში თუ იქნება 0, ქუთაისის ცენტრში თუ იქნება -2, თბილისის ცენტრში თუ იქნება -5, ამ დროს მესტიის ცენტრში შეიძლება იყოს -15 გრადუსი. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, კლიმატური პირობებიდან გარეშე, ბუნებრივიც არის, რომ მესტიის რაიონში საშუალოდ უფრო მეტი ელექტროენერგია უნდა იხარჯებოდეს, ვიდრე საშუალოდ საქართველოში. გამომდინარე იქიდან, რომ საშუალოდ მესტიის რაიონი გაცილებით უფრო ცივი კლიმატის რეგიონია, ვიდრე საშუალოდ საქართველო. აი მაგალითისათვის ახლა ხომ არის 2 ივნისის საღამო, ახლა ამ მომენტში მესტიის ცენტრში დაახლოებით +10 გრადუსია ტემპერატურა.
ნუ გასაგებია რომ ახლა წელს განსაკუთრებით ცივი ივნისია ახლა ჯერჯერობით, მაგრამ მაინც პლუს 10 გრადუსია დაანცოტა. ახლა შემდეგი. ახლა უყურეთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რომელიც მე არ მithქვია. საქართველოს წელიწადში მოიხმარს დაახლოებით 3 მილიარდ 300 მილიონი კუბომეტრ ბუნებრივ აირს, ანუ გაზს. შეხედეთ? რომელიც ნაწილობრივ დიდწილად უბრალოდ ანაცვლებს ელექტროენერგიას და ამცირებს ელექტროენერგიის ხარჯს. ხოლო მესტიის რაიონში ბუნებრივი აირის მილსადენის სისტემა არ არსებობს. და იმ 3 მილიარდ 300 მილიონი კუბომეტრი გაზის მოხმარებაში, ანუ ბუნებრივი აირის, ანუ გაზის მოხმარებაში, რომელსაც საქართველოს მოიხმარს, მესტიის რაიონის წილი არის მიზერული. მაგალითად, ავტომობილებით თქვა თუ ვინმე მოიხმარს მესტიის რაიონის ტერიტორიაზე ბუნებრივ აირს, გაზს და ასევე თქვა ბალონებით თუ ვინმე მოიტანს, მაგრამ ეს არის მიზერული. ანუ ბუნებრივი აირის მილსადენების სისტემის არარსებობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის მესტიის რაიონში ელექტროენერგიის მოხმარებას. ახლა შეხედეთ, ჩამოვთვალეთ ფაქტორები. ის რომ ვინაიდან უფრო მეჩხერი დასახლება, ქსელური დანაკარგები ხაზებზე მესტიის რაიონში მეტია პროცენტულად ვიდრე საქართველოს მასშტაბით. ის რომ მესტიის რაიონი კლიმატურად უფრო ცივია ვიდრე საშუალო საქართველოს, ეს კიდე დამატებითი ფაქტორი, რომელიც ზრდის ელექტროენერგიის მოხმარებას. ის რომ მესტიის რაიონში ვინაიდან დენი უფასო იყო, უმეტეს შემთხვევაში ჩვენ მოგვეწოდებოდა ნორმაზე უფრო ცუდი ელექტროენერგია, ეს ამცირებდა ელექტროენერგიის მარგი ქმედების კოეფიციენტს და ზრდიდა ელექტროენერგიის მოხმარებას. ეს დამატებითი ფაქტორი. გარდა ამისა, ის რომ მესტიის რაიონში არ არის ბუნებრივი აირი, ანუ გაზის მილსადენის სისტემა, ეს კიდევ დამატებითი ფაქტორი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეხედეთ, ჩვენ ეს ყველაფერი თუ დავიანგარიშეთ და ბუნებრივი აირის ფაქტორიც თუ დავამატეთ, შესაძლებელია რომ ეს 115-120 მილიონი კილოვატი სანამდე ჩამოვედით, ჩამოსულიყო დაახლოებით 60 მილიონ კილოვატამდე. შეხედეთ, იმიტომ რომ ბუნებრივი აირი ყოფილიყო, ანუ სხვა ფაქტორებით ხო ჩამოვედით 115-120 მილიონ კილოვატ საათ ელექტროენერგიის მოხმარებამდე დაახლოებით. ბუნებრივი აირიც რო დამატებულიყო, არსებობს რეალური ალბათობა, რომ ის 115-120 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის მოხმარება, რომელიც 2025 წელს მესტიის რაიონმა მოიხმარა, ჩამოვიდოდა დაახლოებით 60 მილიონ კილოვატამდე. ნუ უხეშად ვთქვათ, ახლა ამის ზუსტი ციფრის თქვა თქონდა ძნელია და ამ შემთხვევაში ვიღებთ რას? ანუ თანაბარი მოსახლეობის პირობებში, ვინაიდან საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებს გარდა საქართველოს დანარჩენი ტერიტორია 12 მილიარდ კილოვატ-საათს მოიხმარს და ვინაიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს გარდა ტერიტორიების მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 300-ჯერ მეტია მესტიის რაიონის მოსახლეობაზე, გამოდის რომ ამ შემთხვევაში 40 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია უწევს. საქართველოს მასშტაბით, მაგალითად მოსახლეობასთან შეფარდებით, აი მესტიის რაიონის ვინაიდან 300-ჯერ მეტია საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის რაოდენობა მესტიის რაიონის მოსახლეობაზე 300-ჯერ რო გავყოთ 40 მილიონი კილოვატი გამოდის. და ხოლო მესტიის რაიონის ელექტროენერგიის მოხმარება ამ პირობების გათვალისწინებით დაახლოებით 60 მილიონი გამოგვივიდა. ანუ რა გამოვიდა? გამოვიდა ის, რომ რაც ბატონმა მამუკამ დინარაძემ თქვა, 13-ჯერ დაახლოებით 13-ჯერ მეტს მოიხმარსო მოსახლეობასთან შეფარდებითო. ნუ მოსახლეობა ერთსულ მოსახლეობასთან შეფარდებით ეს ტერმინი არ უთქვია, მაგრამ ალბათ ეს იგულისხმება, როდესაც დაახლოებით ასეთი ტერმინი თქვა, რომ იგივე კატეგორიის რაიონიო თუ რაღაცა დაახლოებით ამდენად სიტყვით არ მინდა რომ შემეშალოს და ალბათ იგულისხმებოდა ერთსულ მოსახლეზე, ხო? ანუ დაახლოებით 1.5-ჯერ მეტი გამოსდის მესტიის რაიონს. და რა თქმა უნდა, ეხლა ის რომ ბუნებრივი ელექტროდენი თქვათ უფასოა, შეიძლება ცოტათი ზრდიდეს ელექტროენერგიის მოხმარებას, მაგრამ ეს ციფრი გამოგვივიდა დაახლოებით 1.5 კილოვატი.
ეს ციფრი გამოგვივიდა 1.5-ჯერ მეტი დაახლოებით ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ბესტიის რაიონში საქართველოს საშუალო მაჩვენებებთან დაკავშირებით და არა 13-ჯერ. ახლა მე ვაყენებ ახლა შეეხება კრიპტოვალუტას და უკვე ეს ყველაფერი რომ დავანგარიშეთ, უკვე მე თვითონაც გამიკვირდა, მაშინ კრიპტოვალუტის ადგილი სადღაც რჩება. ეს ერთი. ანუ მაშინ კრიპტოვალუტა თუ ისა რა ქვია, თუ ყველა ამ ფაქტორებს გავითვალისწინებთ და არც თუ ისე დიდი მოხმარება ყოფილა ელექტროენერგიის მესტიის რაიონში, მაშინ კრიპტოვალუტაზე რო არის ერთი ამბავი, რომ მესტიის რაიონში კრიპტოვალუტა დიდი რაოდენობით გამომუშავდებაო, მაშინ მე უკვე ცოტა არ იყოს მიგვის, იმიტომ რომ ეს ციფრები თლად გვიჩვენებს, რომ თალდიმდენი ისეთი მაღალი მოხმარებაც არ ყოფილა მესტიის რაიონში. ეს ერთი. მეორე, კრიპტოვალუტა თუ მოიხმარება, ამის მოგვარება სახელმწიფო სტრუქტურებს თვითონ შეუძლიათ. ამის გამო იმ ადამიანმა, ვინც თვითონ არ არის ჩართული, იმა რატომ უნდა იზარალოს. ეს ერთი. ახლა შეხედეთ აღნიშნულთან დაკავშირებით, ახლა მე რაც ვილაპარაკე, მე ვიწვევ ტელედებატებში ბატონ მამუკა მდინარაძეს. ხოლო თუ კი, იმიტომ რომ არით მე მინდა ვთქვა ერთი რაღაცა, მე კარგად ვერ ყვევი პოლიტიკაშიც, ეკონომიკაშიც, ეს იქნება გეოპოლიტიკა, ადგილობრივი პოლიტიკა, მაკროეკონომიკა, მიკროეკონომიკა. კარგად ვერ ყვევი ისტორიასა და გეოგრაფიაში, მაგრამ შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ ზოგიერთმა იცის, რომ მე კარგად ვერ ყვევი ტექნიკურ საგნებშიც. რიგითი მოქალაქის პირობებში შეიძლება ითქვას, რომ კარგად ვერ ყვევი ფიზიკაში და ვინც ვიცნობს ეცოდინება, რომ მათემატიკა გეომეტრიაში სკოლაში ერთ-ერთ უძლიერესად ვითვლებოდი. აი ახლა მე რას ვილაპარაკე და რისი დაანგარიშებას გავაკეთე, ეს სწორედ ფიზიკა მათემატიკაა. მე ვიწვევ აღნიშნულ საკითხზე პოლემიკაში ბატონ მამუკა მდინარაძეს, ხოლო თუ კი ბატონი მამუკა ამ დეტალებში ვერ არის იმ დონეზე ჩახედული, მაშინ ნებისმიერ საქართველოს ენერგო მიმართულებით მაღალ თანამდებობის პირს, ვისაც ექნება სურვილი, რომ ბატონი მამუკას მაგივრად გამოვიდეს და დამიჯდეს მე დებატები იქნება, დავარქვა თუ პოლემიკა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიწვევ ნებისმიერ ასეც და მიუმართავ ბატონ მამუკა მდინარაძეს, თუ მას არ აქვს სურვილი, სხვა ვინც უფრო ჩახედული არის ელექტრო თემაში, თქვა თუ ის ჩათვლის, რომ მისი ელექტროენერგიის მიმართულებით ჩახედულობა არ არის საკმარისი ჩემთან პოლემიკისათვის, ვისაც ჩათulis მაღალი თანამდებობის პირებიდან, მე გამოვთქვავ სურვილს, დავჯდე დებატები იქნება თუ პოლემიკა ნებისმიერ იმათთან თუ იმათგანთან, თუნდაც ერთი ადამიანი იყოს, თუნდაც რამოდენიმე. შეხედეთ, ახლა მე მიჩნდება განცდა, ახლა შეხედეთ რისი თქვა მინდა. აბა თუ ასე არის საქმე, მაშინ რატომ ხდება ლაპარაკი, რომ ვითომ 13-ჯერ ელექტროენერგიას მოიხმარს თუ თუნდაც 10-ჯერ მესტიის რაიონი ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ, ვიდრე საქართველოში არის ეს მაჩვენებელი საშუალოდ. მე მიჩნდება განცდა, რომ ეს არის იმიტომ, რომ შეიქმნა საზოგადოებრივი აზრის ფორმირება საქართველოს დანარჩენ რაიონებში, რომ იყოს ამ მიმართულებით მესტიის რაიონის მოსახლეობისადმი ნაკლები სოლიდარულობა, რომ მაგალითად ვიღაცამ თქვას მესტიის სხვა რაიონში, რომ ახლა 13-ჯერ მეტს თუ მოიხმარსო ელექტროენერგიას მესტიის რაიონიო, მაშინ კეთილი ინებონდა გადაიხადონ ფასიო. გესმით? ჩემი აზრით ეს ფაქტორი არის, რომ ეს ემსახურება იმას, რომ მოხდეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. ამიტომ მე მინდა თელ საქართველოს, ვისაც მიწვდება ეს გავაგებინო, რომ ეს არ არის სიმართლე. მესტიის რაიონი არ მოიხმარს ერთ სულ მოსახლეზე 13-ჯერ და თუნდაც 10-ჯერ უფრო მეტ ელექტროენერგიას, ვიდრე საშუალოდ მოიხმარს საქართველო. და მე მინდა და იმისათვის მოგიწოდებთ ყველას კიდევ ერთხელ გულდასმით მოისმინოთ ის, რაც ახლა მე ვილაპარაკე, მე დეტალებში განუმარტე ეს ფაქტორები და დანარჩენი ველოდები საზოგადოების რეაგირებას აღნიშნულ საკითხზე და ვიმეორებ, ვიწვევ
აღნიშნულ საკითხზე დებატები იქნება, ტელედებატები თუ პოლემიკა თუ როგორ დავარქვათ, ბატონ მამუკა დინარაძეს აღნიშნულ საკითხზე, ხოლო თუ ის ჩათulis რომ ფიზიკა ელექტროენერგიის მიმართულებით ის არ ფლობს იმხელა ცოდნას, ამხელასაც მე ასეთ შემთხვევაში მე ვთავაზობ, ვინც ფლობს მაღალი თანამდებობის პირები ელექტროენერგიის მიმართულებით, ისინი ნებისმიერი მათგანი, ვინც იქნება ერთი თუ რამოდენიმე ადამიანი, მე გამოვთქვა მზადყოფნას, დავჯდე აღნიშნულ საკითხზე პოლემიკაში მასთან თუ მათთან და ვილაპარაკო ეს დეტალები მათ ამ შემთხვევაში გაუწიო პოლემიკა იმ ადამიანს თუ ადამიანებს თუ იქნება ასეთი სურვილი. აი ამ თემაზე მინდოდა მელაპარაკა, ახლა მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ, რომ იმ მიზნით რომ თქვენთვისაც და უფრო მეტი ადამიანისთვისაც უფრო ხელმისაწვდომი იყოს ამ აკაუნტზე არსებული მასალა, მოგიწოდებთ რომ მაქსიმალურად გამოიწეროთ, ანუ დააფოლოვოთ ეს აკაუნტი, დასვათ მოწონებები, ანუ ლაიქები და გააზიაროთ. ვიმეორებ იმ მიზნით რომ თქვენს და უფრო მეტ ადამიანს მეტი წვდომა გქონდეთ ამ აკაუნტზე არსებულ მასალაზე. ვინც თვალყურს ადევნებთ ჩემ აქტიურობას, გეცოდინებათ რომ მე ლაპარაკობ სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა საინტერესო თემებზე. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად ბრძანდებოდეთ.